რობინ დანიგანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა დატოვა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ელჩი პენსიაზე გასვლას აპირებს. როგორც დანიგანი განმარტავს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და გაწევა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ მოუთხოვია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რობინ დანიგანი საქართველოს ივლისში დატოვებს. მას შემდეგ, რაც როგორც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა, როგორც ვაშინგტონში, ისე აქ თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში მოგზაურობდით. ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ და უღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგანის დანიშვნას. საქართველოში საქმიანობას ის 2023 წლის 12 ოქტომბრიდან შეუდგა. მე მინდა რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. მან ვფიქრობ, რომ მას მოუწია რთულ პერიოდში მუშაობა ჩვენს ქვეყანაში და გული მწყდება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება ფაქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში დაემთხვევა მეგობარი აქტის მიღების პროცესებს, სავარაუდოდ თუ ეს პროცესები სწრაფად წარიმართა, ელჩის დამტკიცებას გულისხმობ, რაც არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე მაგალითად არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული. თქმა გასაგებია, რომ არსებობს კონკრეტული პირადი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერ დავიწყოთ სპეკულაციებს, მას ძალიან ცალსახად აქვს გაცხადებული, რომ პირადი გადაწყვეტილება ზოგადად წავიდა საჯარო სამსახურიდან, თორე სხვა შემთხვევაში სხვაგანი გააგრძელებდა რა თქმა უნდა მუშაობას, ამიტომაც ახლა სახეზე გვაქვს უბრალოდ ფაქტი, რომელიც ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა, რაც შეეხება ბოლო დროს მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. კაფეო იყო, რომ როდესაც ქვეყანა შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ის ადამიანები, მათ შორის ქალბატონი დანიგანი, რომელიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ცდილობაში, რომ ეს პროცესი არ შეჩერებულიყო, იყვნენ თავდასხმის სამიზნე და ძალიან სამწუხაროა და ნამდვილად არის სამარცხვინო, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასე არღვევდნენ ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, მithumეტეს ახლა სტუმართმასპირებლობის დაუწერელ კანონს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის იყო დაცული საუკუნეების მანძილზე.